ბიჭო ჩამოვარდი ბიჭო ზეთაწექი ეცე ხო მიშინგინიცო გომანდოს თოვიცეს ბადაობა მოიფიქრა მოიგონა მოიფიქრა რაღა არის გამარჯოს დღე მშვიდობის პრინციპში შუა დღე მშვიდობის იმიტომ რომ თითქმის უკვე შუა დღეა უბრალოდ თითქმის კი არა მოიცა აქედან და 2:05 წუთია ეს მომეუნა ხო ნამცხა ჩემი თავითავად დღეს ძალიან კვაყოფილი მოიცა ჩემი კოხი შევამოწმო როგორ არის გამარჯობა როგორ ახარ აბა შენ იცი და შენმა ქალობამ რაც მეგოშინ შენზე ვიწვალე რომ არ ჩამქრალიყავი ხო powerbank-ის თუ powerbank-ი როგორი თქმევა იდეა მომეწონა ოღონდ კაირო იყიდო მე მგონი სადღაც 70-დან 100-მდე არის საჭირო არა ეგ მართლა მინდა არა მარტო ინკუბატორისთვის და მართლა ანუ ამაზე არც აზრაც არ მოვსულო რა ტელეფონებისთვის ჭირდებოდა მე იმიტომ რომ აი სადღაცას რომ ვარ ხოლმე რაღაცა ბლოგს რო ვიღებ ან რამე კოლაჟი რომ მინდა ავაწო და მთელი დღის მანძილზე ტელეფონი მჭირდება ხოლმე და ისეთ სიტუაციაში თუ ვარ ხოლმე ეს ახლა კაია რომ ცოტა ხანი 2 წუთი გაგრილდეს ისეთ სიტუაციაში თუ ვარ ხოლმე ბევრჯერ დამჭირვებია დატენვა და ძალიან გავწვალებულვარ და აი როიტყვენ მინიმალურად ხარჯავ ხოლმე ტელეფონის ენერგიას ან შუქი მაქვს ხოლმე მაქსიმალურად ჩაწეული დიორის სუნამო დავისხი რატო დავისხი ვატყობ რომ აწუხებს სუნამოების ხრივ ვერა ვარ კარგად ლაითის სუნამოების ხრივ კი მაგრამ ეს რატომღაც ვძაფრე რა ეს აი სპაწაწინები რო ის იყო და დავისხი ქალბავი ბანავე და სუნამო დავისხი და ეხლა შეიძლება ვიდეოს გადაღების დროს სადმე მიგეჩხრიკო ხო და რაც მომბობდი ბევრჯერ დამჭირვებია და ბევრჯერ გავამიყენებია სხვისი რა მithოვია როგორ აი ან ექსკურსიაზე რო ვარ და რაღაცა ჩემი გოგოებისთვის რა თქმა უნდა ეხლა სხვას და უცხოს ასე სულ რო დამიჯდეს ვერ ვთხოვ რომ იცი რა მოდი რა დამატენინე რა რაღაც ხო და აი ამისთვის მისწრება არის ვიყიდი აუცილებლად ვიყიდი მაგას აუცილებლად წყალი მოდის შესაბამისად ვრეცხავს არეცხს დღეს იცი როგორი დღე მქონდა რას ვატყობ ხოლმე აი იმედი არ გადმომიგდებს ხარი ამას ნუ დამძრახავთ რა ფენს არ ვიყენებ მე ხო იცით ვინც იცის ხო და ეხლა მეთქი თმა რო არ ჩავმეშალოს უბრალოდ დავიღე ამ ჩათვალეთ რომ თმის ამაგრია ეს ამ წუთას არანაირი ისა სხვა მიზეზი მოდი ამით ავადუოთხავა აი ქარმაქვს დენის წყარო და ძალიან უწყალობ მაგიტო გადადგი გადმოდი და ლაშან თქვა აუცილებლად გავაკეთე აუცილებლად ხო რა ვანამდე ესე გადადგი გადმოდის ვიზა ხო და რაღაცა საუბრობია და მოვიწყდა ხო დღეს მქონა მიხი რაღაცნაირი დღე აი წუხელ მინდოდა რომ დამელაგებინა და ისე დამეძინა მაგრამ მოხდა ისე რომ მაგრად მეზარებოდა თან იყო მაგარი ქარი აი ესე რომ გადმოწმინდავდი გაივლიდი თუ არა უარესად ტვერი კი არა რა ვიცი მიწაიდო და აი მომეშალა ნერვები და დავწევი და ჩემ თავს დავპირდი რომ ხვალე დილით დაალაგებ მანანა რა პრობლემა არის ხო და მე სახში საკუთარი ბეთხოვენი მყავდა ის უკრავს მე შაქარი იყო რომ ჩავყარე ხლა აქ 2 კილო ხო და დავნა ვეთქვა ნერით რო ავდექი ჩამოვედი აი ეს მაგი და ხო წარა მაგრამ წმენდავთ ახლა მაგიდის კუხლის მაგიდას რაღაც ჭამზე აკეთებს საჭმელს რაღაცა და აი რაღაცნაირ ფსიქოლოგიური მომენტი რომ ჭირს ხოლმე ბევრჯერ რომ მithქვია თქვენს გამოვწიეს დავასხიჟელებ დავხეხე მე ფანჯრებს მივყევი რაღაცა თითქოს ფსიქოლოგიურადაც დამილაგდა შიგნით ეს რომ დავასუფ თავი მე რო ფიქრობდი ხა გავიხედე ჯერ ეზო ღმერთო რა ლამაზი იყო ეზოს თვალებს ვერ მოწყვეტდი სავსე იყო ფოთლით პარკით ჩიფსების პარკით, კანფეტების პარკით, ნაყინების პარკით, არც ერთი ჩემი არ იყო, ეზოდან შემოქროლული.
ხო და მოუწყია საუქენი ორი დიდი პარკი ივანემ გაიტანა ნაგავი. და ეხლა ფიქრობ, მანანა ჯერ იბანავე და მტვერსასულს ვერ ეჩართავ? არა, წადი ჯერ მტვერსასულით ჩართე და წავედი და ჩავდე. ეხლა ფიქრობ კიდე. მტვერსასულით დავალაგეთ რა როგორც რომელ ოთახშიც ბავშვი შემხვდებოდა იქ. რა არის ესა და აი ეს რა შეგიძლია რომ მთელი დღე ვიყეფებოდი. მთელი დღე ვიყეფებოდი, წავწკავებდი. ხო და ნინო დავინახე ტურისტილოთი დარბოდა ივანე თავის ტუმბოებს ალაგებდა რაღაცა ბარბარი არაჩანდა ტერიტორიაზე და ეს თვესასრუტით ფილტრის გავასუფთავე რაღაცა მოკლედ მაგრა დავალაგე და ეხლა ფიქრობ გამოწმინდა და მე შევალაბანოში თქო არა მე სამეცხო ყავი ფიქრე ბარბარე დავუძახი ტაშტი წყალი ამომიტანე მითი ამოიტანა მომცა მეოთხე სანამ აბანოდან ამოვალ სანამ ამოვა და მეა გამოსაწმენდი დამწეს სათითაო კუთხე კონჭული უნდა შეიგიმოწმო მეთქი დროზე და წამოველი აბანოში შენი რა თარ დაწმენდი დასუთავად ანუ დილის მე წკავწკავებ ვიყეფები მართლა ვიყეფები რო აი ოღონდ ეს ჩემბრალი არ არის ხალხო მართლა არ არის აი ყველაფერი ამტრიანდება და რაღაცა ჩემს ნერვებზე მაგრად მოქმედებს ხოლმე და მაგ დროს ძალიან შურს ხოლმე იმ ხალხის ვინც აი შეუძლია ხო არიან ეგეთი ხალხი რო აი სხედან ფეხი გადადებული და ნეტა შენა კაცო რა მაგრამ მე ვფიქრობ რომ არა ეს ციკიჯობია ხო და ზოდიაქოს მხრივ ამაშივე თანხმები ხოლმე ზოდიაქოს რა აი რაც წამიკითხე და მომისმენია ჩემი ზოდიაქო სექტემბერში დაბადებული ვარ მე 18-ში ის წელი კატის წელში ქალწული ხო და ანუ მაგას რო ვუყურებ უსმენ ხოლმე რაღაც შემხედრია ძალიან ასე ამწიკებით ვართ და მე მგონი ისა ქვია პერფექციონისტი ქვია აი ყველაფერი რო აი ასე უნდა იყოს აი ეგ ამჭირს კიდე მე მაგრამ რაღაც მომენტში მე მგონი ეგ ჯობია იმ ხო და ამ ბოლო ხანებში კიდე მაგას მივეჩვი რომ ვიცი რომ ხასიათით ვიღვიძებ უბრალოდ ვიცი რა რო ბუძნაო რომ ეს არეულობა მჭირს ეს რომ ჭირს თან ზუსტად ვიცი ხოლმე და იმედად აღარ ნერვიულობ რომ იცი რა მანან არა უშავ რა ეს რაღაც საათს ნახევარში ეს ყველაფერი მორჩება და ან თავსაც ვაწყნარებ რა ამაში მქონდა ხოლმე პური ეს ანუ ზოგადად არის პურის ხო მაგრამ ეტევა მაქსიმუმ 2 ცალი ჩვენ კიდე თუ ყიდულობ 6-7 დღის მანძილზე პურს მაგრად ჭამენ ბავშვი ხო და ეს იყო ძალიან ზედმეტი ამიტომ ისე ძველ ჩემს აწყობილი პურის კუთხში ვიდევს პური და ამაში ჩაისტილო მიფენია და წვანილებს 1-3-4 დღე ინახავს ისე რომ გამოიყენო და მაცივაში არ ჩააგდო რა ძალიან კარგად გამოდის აი სამი ცალი ძალიან დებილობა გავაკეთე ახლა სამი ცალი ჩანთა არასოდეს არ ვაგდებ ხოლმე ძალიან მინიმალურ ნივთებს საწყის მანქანაშიდან 10 კილოანში ხარ შეხე სამი ცალი ჩანთაა შეგდებული ეს იცი რის სიბრალია რომ მიეჩვე იმას რომ წყალი გაქვს უბრალოდ არა იცი რა რატომაც შევაგდე თან დაბალ დროზე დავაყენე და დიდად რო გასარეცხე უბრალოდ უნდა გავავლო რა ეგეთი ჩანთებია ერთი ნინოსია ორი ჩემი და ანუ სარეცხთან ერთად ვერ შევაგე იმიტომ რომ სარეცხს შესაბამისად ბევრი დრო უნდა და მაღალი გრადუსით ხო და ეხლა რო უყურებ შეხედეთ კაფეა ძალიან ერთხელ ეგ შევყარე ძველი სანძანავესკები და ის ხო ძალიან კაფდება და უჯრასთან ტაშტი მედო რო კაფე გადმოდიოდა იმედი ეგ არ უწერია ამას სავარაუდოდ ამას მეორე პირს ჩაურთავ გავლებისას თორე ეს არ იყო წამობძანდი გარეთ ქალბატონო ეხა
სანამ აბანოში შევიდოდი. Კაი, გემრიელად ვივარჯიშე ხალხო. დავგრძნობ, რომ აი მხრები, მკლავები კი არ მტკივა, აი რაღაცა დაჭიმულობა მაქვს და სიამოვნებს ეს. ასე რა არ ვიწონები. ვიყიდე ელემენტები სასწორის, მაგრამ არ გამიკეთებია. არ ვიწონები და არც ვაპირებ აწონოს კაი ხანი. სანამ მე თვითონ არ შევატყობ, რომ კარგად მიდის ყველაფერი. სული კი მაგრამ აწუხებს ახლა ეს. ხო და ერთი სიტყვით მე ერთიანად გეტყვით რა მდგომარეობა მაქვს. ხო დღეს Google-მა გამომიგზავნა ჩემი ხელფასი YouTube-ის. ამ თვეში ბევრი არაფერი იყო. იმიტომ რომ ეს რომელი თვისა არის ერთკვირიანი შვებულება რომ მქონდა წინათვის და მაგის გამო შესაბამისად ნაკლები გამომიგზავნა. თან მომწერა ეს ის არის შერო და ისვენე და თვით შვებულება რომ გამოვაცხადა ერთკვირიანიო და გამოგზავნა მაგრამ ჯერ არ მე მგონი რომ არ ჩამრიცხულია ეხლა ვნახე. თორე ზოგადად როცა იგზავნება არ ჩარიცხული. როცა იგზავნება ხო მეორე დღეს თირიცხე. და გამომიგზავნა გონი 100 უნდა იყოს. კი, $104. ამ თვეშიც მივხოხავ. ზღვარიც არ გადამიკვეთია ჯერ იმის. თუ ვერ გადავკვეთე არ აგზავნის არა. ვაი. უი, მართლა ჩემი ქარის ზარი გავაკეთე. აი ხა დადებულა ვიდეო, წეგან წუთი და რაღაცა წამიანი ვიდეოა. დაიდო წუთი და 26 წამი. ხო, ძალიან საყვარლობა გამოვიდა. ქარშიც გამოვიტანე, დავკიდე და ხმებს გამოსცემს. ეხა აქ რა ვიდეო წადევ ამას. არ არის, აქ რა ხმა წადევს, მაგის ხმა არ არის. Facebook-ზე ბევრს ეგონა რომ მაგის ხმა იყო, უბრალოდ ქარის ზარი იყო აღებული, ხაზარის ხმები იყო აღებული. ვლოგი სადაო? ხო, ისა TikTok live-ის ჩართვა მინდოდა, თან მინდოდა დამეხატა, იცი რის დახატვა მინდოდა, გამიხატდა რომ ეს მორჩი. ეს მქონდეს ლომივით ხო შეიძლება. იცი? ეს ხომ მორჩი ეს ქარის ზარი და მაგიტო მანამდეც მინდოდა, მაგრამ არა ვიფიქრე რომ ერთი რო გაქალო დაწყებული, უნდა დადგე და დაამთავრო და მე ვიფიქრო მეორეზე. თან როცა იცი რომ ის უკვე სხვისია და ელოდება თავის ნივთს. ხო და რადგან ბიბლიოთეკის დალაგებისას აღმოვაჩინე რომ ეს ფიცარი მქონდა, ასეთი ოვალური თავით, რაზეც გოგოებს ვხატავდი ხო გახსოვთ, ქვის გოგოებს, გადავწყვიტე რომ ერთი ცალი კიდე გავეკეთებინა და ეს მინდოდა ლაივში. მაგრამ მე რა გამახსენდა გოგო რა დროს TikTok-ი როცა YouTube-ზე არაფერი დაგიდია ჯერ. ხო და გამარჯობათ მოვედი. მიუხედავად იმისა, რომ TikTok-ში ვიდეოებს არ ვდებ TikTok-ში, უბრალოდ ვარ, ლაივები მაქვს ხოლმე და ესე იქაც თქვენ ხართ. ჩემთვის პრიორიტეტი YouTube-ია, რა თქმა უნდა და აი ვერ შეედარება TikTok-ი თავისი ბინძურეთი ვერ შეედრება YouTube-ს. კი, ნამდვილად. მეორე ყავა. დღეს საჭმელი ვჭამე შემწვარი კარტოფილი ცოტა პურით. ან ვაკრძალული. ნინო, ის დაუდე რა. და მიხურე. ან ვაკრძალული და რაღაც არაფერი არ მაქვს და არც ავდიეტო. უბრალოდ ჩემი თავს უნდა ვცე პატივი. ეს არის ჩემი თავის პატივის ცემა, რომ გადაგეკეტება და მე ხუნეში ხარ. და მე ნერვები გეშლება, ვისი ბრალია, შენი? აი, ვერ უნდა დახურო ცოტა ხანი. ხო და ეხლა როგორ მაჯობებს ვნახავ. ხო და პური ვჭამე, კარტოფილი, აჯიკით. დაახლოებით 1 საათის წინ. და სადღაც 4-5-ისთვის თუ მომშივდება, ცოტა გერგულეს შევჭამ და მაგით დავამთავ. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. არ განვიცდი შიმშილს და ვგრძნობ, რომ ყოჩახ გოგო.
მაგრამ იცი რა მომენტია, ესეთი რაღაცა ბევრჯერ დავიწყე ხო იცით თქვენც, მაგრამ სადღაცას მაინც მჯობნის ის საზიზღარი მე მეორე რომ ყავ შიგნით ჭამასმის მინისტრი. ხო და ეხლა აი ვერ მაჯობებს. თუ მაჯობა ხარ ისა გაუქმედ გამოწერა. მართლა გეუბნები. და მაგით მიხვდები რომ მე ჩემ თავს არ ვცემ პატივს. და სხვისი გარუგო უნდა მოვითხოვ. ძალიან სისულელი შედარება ვთქვი, მაგრამ მაინც. რა ხვდებოდი ლუკასთან? რა ლოტოებით მაშტის მიერ გადავატანე ორივე. ნახე როგორი ის ითამაშებოდა. ეს ბიბლიოთეკა ხვდავალაგე და ბევრი სამაგიდო თამაში პლუს პირველი მეორე მესამე კლასის რაღაცა წიგნები იყო, რომელსაც ჩვენ აღარ ვიყენებთ. ლუკა ეხა პირველ კლასში მიდის, ჩემი კარის მეზობელი, ანუშკის იცით თქვენ. ხო და გადაულაგე ყველაფერი, პაზლებიც, სამაგიდო თამაშები და ეგეთი რაღაცები და გავუგზავნეთ ლუკას. ეს რაღაცა წიგნი პაზლები ავაწყეთო. მანქანები. კარგად გაერთო? ანუშკი რას აკეთებ? იქ ეს ბენდენი ფოთოლია. აი ჯერ არა. წეღა რომ ვალაგებდი ვერ დაინახე. ჩვენთან ჯერ არ არის ფოთოლიო. წეღა ნაქრო ფოთლით იყო სავსე, ქალო ერთი ვედრა გამოვიდა, აგდები არ არის. ამ ხელა ეზუა და რამდენი გინდა იყოს. ესე ნახე რა. ესე ნახე ზეწონ. ეგ იჭნენ ეს და ის პანდა. ამა ოხნი და რატო გამოვიდა? სკამზე იწვე. მოდი დედი. ორივენი აქალიან და შემწე. სკაი გავუღეთ კატას. შიგნით. თავიდან. კატას და ფილოსფერი კატაკიდე? თანიც აი სუკროტონებ და მომფერე კიდეც. იცადე რომ სხვის კატებს მოერიდო. ძალიან ისეთი ვეცი. გაიგე? იმიტომ რომ აი ხა ჩემი ყავისფერიც თუ სერიფერია. სად არის? არ არის აცრილი და არ უცლებად თავზე. აი ეხა ამათ ტილისას. ამის მოთხოვნა მაინც არის. ამათი ტილის რწყილის და იმას წამოვიღებ სოფის აცრისას და გავუკეთებ აუცილებლად. ტუბის არ გავუკეთებ. არ ვიცი, აბა ნახე თუ არის და თუ არ არის შედე. ოღონდ კარგად დაუჭირე წინაზე გუბეში იდო 3 ლიტრიანი. ტუბის აქვს აღარ ვცრი 12 წლისაა, 14 წლისაა და არც ისე ეკარებიან რომ ან გაფხაჭნო და რაღაცა ძირითადად მე ვუსხავ საჭმელ სასმელს ყველაფერს და აღარ მინდა მაგ აცრებით მოუნგრიო ბევრი ორგანიზმი, მოხუცი ორგანიზმი. ძალიან მაგარ ყავას ადუღებს და ძალიან მაგარ კაფიანს. აი ძალიან მაგარი კაფიანი, ოღონდ ბოლო აი უკვე უნდა ედგე და ბოლომდე არ უნდა ადუღებინო რა. როგორც კი წამოვა უნდა გათიშო და აი ძალიან მოგწონს. იმიტომ რომ იქაც ხო დგავ ხოლმე რა თქმა უნდა, კარგად ვახურია? გაზზე ცხოდგავ ხოლმე და ხან დამოვიწყება რომ დგა და უცბად წამომიდუღდება ხოლმე და ამას თავზე რომ ვადგავარ ძალიან კარგად იმაშვება. ადუღებამდე უნდა გათიშო და კაფე აქვს იდეალური. ჩემი თემუს ერთა. ჩემო ბოლოს ახალი სახელი გამოუგონა ბარბარეს დამრიგებელმა. თემუს ერთაო. ქეთოშინ შემოგეოდე გოგო. ქირადება 2 სართულიანი კერძო სახლი, ახალაშენებული უცხოვრებელი 3 სადინა მთური აბაზანა ტუალეტით. რა მაგარი სახლია სადაა? დენი გაზიმან დედა მებლებლებლებლა. ძალიან დამზე წარმატება. ძალიან საყვარელი სახლია. მე დიდი რო გავხდები სახლი უნდა ვიყიდო. ხო, გუშინდელ ვიდეოს და კარგად ამიწერს, ხაო ელოდეო განრისხებულ ვიდეოსო ძირითადად ერთ ადამიანზე და რავი ჯერ არ განრისხებულ, ან განრისხდა და ჩაქრა ისევ. იმიტომ რომ რა ნინო ერთი შეხედე იმაში ისევ ბევრი კაფეა. წეგას არის მანქანა კაფს მიქონა. აი ეს ჩამოდი შუგრებო. ეს წოლია. ტახტის გადასაფარებლების დავრეცხე და ეხლა ვფიქრობ
საუთოებელიც და მინდა დღეს. მაგრამ საჭმელზეც უნდა ვიფიქროთ. მოკონა. ერთი. ახლა კარტოფილი შევწვიდე, ეგ ერთჯერადი საჭმელია ხო? კაი, მაშინ მე მაკარონს დავთქა. მანამდე ლაივი ჩავთვალ TikTok-ზე, კაი. წავედი ახლა დაგებისდობებით მოვალ ვიდეომდე. აბაჰე და აბაჰო. თუ ნინო ჩამომიტანს აქსესუარებს მაღალიდან TikTok ლაივსაც ჩავ. რას? მაგრამ ვერ ჩამომიტან. პრინციპს ჩამომიტან. იქ რო ფუნჯები ალაკია, ყველა უნდა ჩამომიტანო. ფანჯრის დაბლა. ხეროდევ. რაზეც ქვის გოგოს ვაკეთებ მე. ეგ ჩამომიტანე ფუნჯები და პაჭკაში რო გუაშები დევს და თეთრი გუაში. პაჭკაში ანუ რაღაცა ესე ამ ხტარი ქალკაცები ვახატია. ხო, ანუ პაჭკის გუაში. და გვერდზე უდევ თეთრი გუაში. და შავი პიგმენტი, შავი პიგმენტი არ დააყირაო, ისე წამოიღებ. შეიძლება ორი გზა გამოგივიდეს. საკუთარი მონა როცა ყავს სახში, კაი. არ გაიგოს. ხო იცით ნათი ამას წერებმა რომ რაღაცა მისცა ერთხელ რას გეძახითო, დედა ჩამონათვალი იყო ესე რა, შენ სახში რაღაცეები. რას აკეთებ, რას ეძახი, საყვარელი საჭმელი რაღაცა და მე გამოატანა უკან და მე ვკითხულობ და ეს ნინოს უწერია რას გეძახის დედა ყველაზე მეტათო და ზოგს ეწერა ჩემო პატარა ჩემო საყვარელო რაღაც და ნინოს ეწერა მონო. ნინოს ეწერა მონო. რა თქმა უნდა ხუმრობით. სასურველი. არა ბაიც კაია საკუთარი რო ყავ. ოღონდ ყველაზე კაი იცი რა არის? ამას სიხარულით აკეთებს, რა თვალით არ ვაკეთებიდი. ეს არის ყავ რა ქვია, მოხალის ემონა მყავ. ჩემ ბეთხოვენი არ დაიყალა. ბარბარემაც დაამთავრა 6 წლები. ნინო ხო გამოვიყალე მეორედან. ივანემაც დაამთავრა. იმის პერი ბარბარეს მარტო ტრებს თუ ძალიან გადავაწმენდინებ ხოლმე პიანინოზე ისე ეკარება, ისი არის. სხვა მხრივ მარტო ივანია იმით. მომეცი ჯერეს ეს მომეცი ძიმია. შენი გქონდა მარტო. მე მგონი კი. გუაშებს ვიყენებ ამას ყოველთვის, არანაირ სხვა საღებავს არ ვიყენებ და ვიყენებ პიგმენტებს. ეს არის შავი, იმიტომ რომ შავი გუაში ყოველთვის პატარაა და მითავდება ხოლმე. და ეს ნაჩუქარია ქეთი, ისევ შენ ნაჩუქარს ვიყენებ ძვირფასო. თეთრ გუაშს სამწუხაროდ შავი ასე არ იყიდება, თორე ალბათ სულ მექნებოდა და ამიტომ მაქვს შავი პიგმენტი. და ძალიან კარგია, მოკლედ ისეთ რაღაცეებში უბრალოდ არ გეცლება მე. ფუნჯებს რაც შეეხება ყველა ადგილზია და იქ არის სმეტანის ვედრა და წყალი ნახევრამდე ჩამის ხმეტი არა და დავიწყოთ ხატვა. ხატვა, იმიტომ რომ გავყიდით მე ამას ჩვეულებრივ. წყალი არ მოდის მე. ჰაერი გამოდის თუ წყალი? არა მეთქი ჰაერია და ხო და დავიწყოთ ახლა. უნდა მეთქო კიდე ჩაასხიმეთ იმ არ საკმარისი. დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე კარგად.